ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში, მისი წარმომადგენლები თბილისში. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე აცხადებს, რომ არ იცის, რატომ არ არის უფრო მაღალი რანგის ჩართულობა შეერთებული შტატებისგან. ის აცხადებს, რომ ურთიერთობების სახლიდან დასაწყებად ოცნების ხელი გაწვდილია. ვინ არიან სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოში? ეს კვლავ არის პიტერ ანდროეული, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი, რომელიც საქართველოს 2 თვის წინათ სტუმრობდა და ვიზიტის ფარგლებში ანაკლის პორტის ტერიტორიას დაათვალიერა. მის გარდა თბილისში იმყოფება ჩარლზ იოკი, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან თანაშემწე საგანგებო საკითხებში. ოცნების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კობახიძეს ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებაში კვლავ გადატვირთვის პოლიტიკას ახსენებს. ივანიშვილის მთავრობის აპარატი საუბრობს ასევე თეთრ ფურცელზე, საიდანაც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაწყება უნდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციურ პარტიებსაც. შეხვედრაზე მყოფ ოპოზიციას არ დარჩენია შტაბ-ეშტილება, რომ შესაძლოა გადატვირთვა ივანიშვილის რეალური ნაბიჯების გარეშე იყოს შესაძლებელი. ოპოზიციის ახმით პარტნიორს, რომელიც იძულებული გახდა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული ურთიერთობა შეეჩერებინა, კვლავ დღის წესრიგში აქვს ფუნდამენტური ღირებულებების საკითხი. ნატალი ჯახუტაშვილი გვიერთდება ახლა ეთერში, ის აშუქებს ამ მოვლენებს. ოპოზიციური პარტიები დახურული შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროვებენ, თუმცა პირდაპირ ამბობენ, რომ შეერთებული შტატების ინტერესის სფეროში რჩება. ფაქტია, საქართველო მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ასეთი მოვლენები ვითარდება, ვაშინგტონი არ და ვერ დატოვებს ყურადღების მიღმა. საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერები ადასტურებენ, რომ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს საქართველოს როლზე. შუა დერეფანში ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ანაკლის ღრმატყლოვანი პორტის პროექტის შესახებ. ამას ცხადყოფს ისიც, რომ ამ დელეგაციის წევრებს შორის ერთ-ერთია პიტერ ანდრეეული, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც ზუსტად 2 თვის წინ ასევე იყო ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საქართველოში და მაშინ ის პირადად ჩავიდა ანაკლიაში და ადგილიდან გაეცნო სიტუაციას, თუმცა ოპოზიციონერებისთვის ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ამერიკელების ჩართულობით შესაძლებელი გახდეს ამ პროექტის განხორციელება, ვინაიდან ეს არ აწყობს რუსეთს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის გუნდი კრემლისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, რაც შეეხება ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის. ამ საკითხზე ოპოზიციონერი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ ვაშინგტონს აქვს თავისი წითელი ხაზები ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყანაში სჭირდება სანდო პარტნიორი. მისი მოთხოვნაა, რომ ძირეული ცვლილებები განხორციელდეს ქვეყანაში, ანუ ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ურთიერთობების გადატვირთვა, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება უკან არ დაიხევს რეპრესიებზე, უარს არ იტყვის და ისინი ღიად ამბობენ იმასაც, რომ ქართული ოცნება არავისთვის დღეს სანდო პარტნიორი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების სურვილიც იდეალურ შემთხვევაში იქნებოდა, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა მონაწილეობდეს ტრამპის მარშრუტის დიდ პროექტში, რომელიც არამხოლოდ მშვიდობის პროექტია, არამედ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სავაჭრო პროექტი, რომელიც ძალიან დიდ კეთილდღეობას მოუტანს ამჯერად სომხეთს და აზერბაიჯანს, მაგრამ საქართველოს რომ ეროვნული ხელისუფლება ჰყავდეს, ასევე ეს პოტენციალი ექნებოდა საქართველოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ამ რეგიონულ პროექტებზე, მაგრამ ამავდროულად ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ამერიკის ურთიერთობის აღდგენა და ამ შესაძლებლობაზე წვდომა, რასაც ტრამპის მარშრუტის რეგიონული პროექტების განხორციელება ჰქვია, ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც ამერიკა საქართველოს ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დგას და რაზეც საერთოდ დგას ამერიკული სახელმწიფო. ბუნებრივია, როცა რეპრესიებია, პოლიტიკური პატიმრები არიან, თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა არ არის და არის კანონები, რომელიც დემოკრატიულ სივრცეს ახშობს, ხო? ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმ
ფუნქციონალური სისავსით ვერ აღადგენს ბუნებრივია ურთიერთობებს და ახლა ესე ვიზიტები შეიძლება შედგეს, მაგრამ ის საჭირდება ქვეყანას მის განვითარებას, ეს ტრიპი იქნება სამხრეთ კავკასიური დიდი პროექტი თუ სხვა დიდი ასე ვთქვათ მასშტაბის პროექტები, რაც ხალხს სჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ძიმე მდგომარეობიდან, ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები ადგილზე. იმ პოლიტიკით, რასაც ატარებს ქართული ოცნება დღესდღეობით, მას ის ყოველდღიურად კარგავს ხალხის მხარდაჭერას, ყოველდღიურად სუსტდება მისი ლეგიტიმაცია და ნათელია ყველასათვის, ჩემი აზრით, ის რომ ესენი არიან მატყუარები. სიტყვას არასრულებენ, დადებულ პირობებს არასრულებენ და ამასთანავე აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების გარეშე საქართველოს ვინც არ უნდა იყოს მისათავში ვერ გახდება სანდო პარტნიორი. ჩემი მხრიდან თავარი ამოცანა, რაც იყო დაყენებული, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამის მიღმა აქამდე პირადად მე არ ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ რაიმე პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეიძლება დაუბრუნდეთ სერიოზულ საქმიან განხილვას, რა შეიძლება უნდა გაუკეთოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. მანამდე აი მორალურად ეს ჭიშკარი ჩემთვის პირადად მე ასე ვთქვი, დაკეტილია. ამერიკული დელეგაცია დღეს ასევე იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა აუდიენცია გამართეს ირაკლი კობახიძესთან. ამის შემდეგ ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთობების გადატვირთვას ორ სახელმწიფოს შორის და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე ქართულმა ოცნებამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები ვაშინგტონთან, თუმცა რა არის იმის წინაპირობა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს ორ ქვეყანას შორის, ანუ რისთვის არის მზად ქართული ოცნება, რა ნაბიჯების გადადგმისთვის, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს მართველი პარტია, ეს უცნობია. განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, ასევე არ ვიცით დახურულ კარს მიღმა რა გზავნილები ჰქონდათ ჩვენს პარტნიორებს, რა მოთხოვნები წაუყენეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს არის რიგით მესამე დელეგაცია, რომელიც ჩამოდის ოფიციალური ვიზიტით თბილისში, ვაშინგტონიდან, თუმცა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არ არის უმაღლესი რანგის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი უმაღლესი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა საქართველოში. ამის პარალელურად კი ვხედავთ, რომ მაგალითად ხვალ სომხეთში ჩადის მარკო რუბიო. მანამდე ცოტა ხნის წინ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა ერევანში, სადაც თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა. მანამდე თებერვალში სომხეთს ეწვია ჯეიდი ვენსი და ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის გამო დღეს რეგიონში აღარ არის ლიდერი. საქართველოს და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ცენტრად გადაიქცა სომხეთი. მოკლედ შეხვედრები თბილისში გრძელდება. გუშინ გვიან საღამოს ჩამოვიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები საქართველოში. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან აქ, აგრძელებენ შეხვედრებს ფორმულას ინფორმაციით, ასევე იგეგმება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შიო მესამესთანაც.